კიდევ ერთი ასეთი წერილი გვაქვს. გამარჯობათ. მე ვიყავი ქრისტიანი და მუსლიმან ოჯახში ვარ დაოჯახებული. 15 წელია ვმარხულობ. თარავზე დავდივარ. ყველა ვახტს ვერ ვლოცულობ, მაგრამ როცა სახლში ვარ, სულ ვლოცულობ. დასადუხსაც ვაძლევ შეძლების დაგვარად. თქვენი ვაიზიდან გავიგონე, რომ ქრისტიანი რომ ლოცულობდეს, ჯამეში დადიოდეს, მისი ჯანაზა არ ილოცებაო. პირველ რიგში კითხვა უნდა დავსვათ ასეთნაირად, რომ ეს ადამიანი ამ ყველაფერს აკეთებს, ლოცულობს, მარხულობს, სადაყას გასცემს, თარავზე დადის, მეჩეთში მოდის, როგორც ჩანს ჩვენი ჯემაღეთის წევრია. ეს ადამიანი ამ ყველაფერის აკეთებს როგორც ქრისტიანი თუ როგორც მუსლიმი. ანუ ისლამი მიიღო და იმის შემდგომ აკეთებს ამ ყველაფერს, თუ ისლამი არ მიუღია და ისე აკეთებს. კელიმე შეჰადეთი წარმოთქვა თუ არა. ღმერთის ერთობა აღიარა თუ არა. მუჰამმედ სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელემი რომ მისი შუამავალია, ეს აღიარა თუ არა. თუ ეს ყველაფერი აღიარა, ის მუსლიმია. მისი ჯანაზაც ილოცება და ყველაფერი იმაზე, როგორც აქ ჩამოწერილია, ძალიან კარგი ჩამოყალიბებული მუსლიმია. ალლაჰმა სუბჰანაჰუ ვა თაალა მოყაბულობს. მაგრამ თუ არც ღმერთის ერთობა აღიარა, ისევ სამებას წამს. ისევ ამბობს, რომ იესო არის ჩვენი ღმერთი უფალი. მუჰამმედ სალლალლაჰუ ალეიჰი ვესელემის შუამავლობა არ სწამს. იმან დღეში 5 ვახტით ილოცოს. ყოველ დღე ხათმი ჩამეიყვანოს. იმარხოს. არავის ილოცოს და ასე შემდეგ აზრი არ აქვს. რატო? ნახეთ ახლა, უფსკერო ჭურჭელში წყალი რომ მოადინოთ, რამეს ავალსებ? ისეა. იმანი არის ჩვენი ამ ამელის, ჩვენ როცა ამელს ვაკეთებთ, როდესაც რამე ღვთისმსახურებას ვაკეთებთ, ვიგებთ მადლს. ამ მადლის ჭურჭელი არის იმანი. ამ ჭურჭელის ფსკერი არის იმანი. იმანის გარეშე ეს ჭურჭელი ფსკერგამშპარია, ჩვენ სასიკეთოს ვაკეთებთ, მაგრამ ალლაჰის წინაშე ყაბული არ არის. ეს მადლი არ გავდება ფსკერგამშპარ ჭურჭელში წყლის ავსებას გავს. როგორ უნდა მოიქცეს? უნდა აღიაროს ისლამი, უნდა აღიაროს იმანის პირობები და ამის შემდგომ შეიძენს ალლაჰ სუბჰანაჰუ ვა თაალას წინაშე ფას მისი ღვთისმსახურებები. წინააღმდეგ შემთხვევაში აზრივე არ ექნება, იმიტომ რომ ამელის ყაბულობა დამოკიდებულია იმანზე.